ამასობაში 3D ბეჭდვის ტექნიკით 100 საცხოვრებელი სახლი ააგეს. კომპანია ვულკანის პრინტერმა საცხოვრებელი სახლები დაბეჭდა და 100 ყველაზე დიდი სამეზობლო შემოგთავაზა, მათ შორის, რაც მსგავსი ტექნოლოგიით შეუქმნიათ. ტრადიციულ მშენებლობას რომ შევადაროთ, 3D სახლები მეტად სწრაფი და ბიუჯეტური გზებით იგება. ნაკლები მშენებელიც სჭირდება და უშუალოდ მშენებლობის ნარჩენებსაც მნიშვნელოვნად ამცირებს. თავად ვულკანი 13.7 მეტრის სიგანისაა და 4.75 ტონას იწონის. საინტერესოა, რომ აიქონმა კედლების ბეჭდვა 2022 წლის ნოემბერში დაიწყო. ბევრ ეფექტურობას თავაზობს სავაჭრო ბაზარს. ასე რომ თუ 5 სხვადასხვა გუნდი სჭირდებოდა კედლის სისტემის აგებას, ახლა 1 გუნდი და 1 რობოტი გვყავს. ამბობს კონერ ჯენკინსი, აიქონის პროექტის მენეჯერი. მას შემდეგ, რაც ცემენტი, წყალი, ქვიშა და სხვა დამატებითი მასალები ერთმანეთში ირევა, პრინტერში ხვდება და წინასწარ დაპროგრამებულ გზას მიყვება, რა დროსაც ფენის ფენაზე დადების პრინციპით აგებს კედლებს. ერთსართულიან 3 ან 4 ოთახიან სახლს დაახლოებით 3 კვირა სჭირდება, თუმცა საძირკველი და რკინის სახურავი მასზე ტრადიციული გზებით კეთდება. თუ ჯენკინს დავეყნობით, ცემენტის კედლები წყალს, ნესსა და ექსტრემალურ ამინდებს უძლებს, თან არც რაღაც კონცეფციის მსგავსი გეგონოთ. ამ საფხულს ერთ-ერთი სახლი უკვე შეიძინა 32 წლის ბიზნესმენმა და იქ პარტნიორთან ერთად ცხოვრებას აპირებს. მისი სახელი ლოურენს ნორზანდია, რომელიც ამბობს, რომ ეს კედლები ტორნადოსაც კი გაუძლებს, სითბურ ტალღებსაც, რადგან სიგრილის შენარჩუნება შეუძლია. ოღონ კედლები იმდენად სქელი და მყარია, რომ მასში ინტერნეტის სიგნალი ვერ აღწევს, თუმცა გამოსავალი აქაც იპოვეს. ტრადიციულ როუტერებს კი არ მიმართეს, არამედ ქსელურ სისტემას, რომელიც სიგნალს მთელ სახლში გადასცემს. ვოლფრამში 3D პრინტერით აგებული სახლების ფასი 450.000-დან 600.000-მდე მერყეობს. რა თქმა უნდა, ამერიკული დოლარი. დეველოპერები კი ამბობენ, რომ 100 სახლიდან 25-ზე მეტი უკვე გაიყიდა. თუმცა მათი გეგმები სახლების სრულად გაყიდვაზე შორს მიდის. აიქონი იმედოვნებს, რომ ერთ დღესაც ამ ტექნოლოგიას მთვარეზე გამოიყენებენ, თანაც უკვე აქვთ NASA-სთან ხელშეკრულება დადებული, რომელიც მათ მთვარის ზედაპირისათვის სამშენებლო სისტემის განვითარებას ავალდებულებს. არ დაიზარო, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი, დაგვიჭირე მხარი.